წარმოიდგინე, რომ დადგა დრო, როდესაც მხოლოდ galaktikაზე ფიქრი აღარ ყოფნის. შენ მათ ქმნი, შენ ცვლი ფიზიკის წესებს, ისე თითქოს კოდს წერს. და ეს არ ხდება მხოლოდ ერთ სამყაროში. ეს ხდება ყველგან. ადამიანური ცივილიზაციის შორეულ მომავალში ჩვენ აღარ ვიქნებით მხოლოდ მკვლევარები, ჩვენ შემოქმედებას დავიწყებთ. მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ამ ვიდეოში ჩვენ გონებრივ ზღვას გავწდებით. გავარკვევთ, როგორ ხდება, რომ კაცობრიობა, რაც უფრო ვითარდება, მით უფრო აჭარბებს მოლოდინებს. და თუ გონია, რომ უსასრულობა საზღვარია, სულ მალე გაიგებ, რომ ეს ასე არ არის. თუ გიყვარს ასეთი თემები, გამოიწერე არხი ახლავე. ეს არხი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც საზღვრებს მიღმა ფიქრი უყვარს. დავიწყოთ. პირველი ტიპის ცივილიზაცია, პლანეტის დამორჩილება. ეს არის ეტაპი, როცა საბოლოოდ წვეთთ ბუნების ნებაზე ცხოვრებას. პირველი ტიპის ცივილიზაცია სრულიად აკონტროლებს პლანეტის ენერგიას, გეოთერმულ ენერგიას, მზის ენერგიას, ქარიშხლებს და ვულკანებსაც კი. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია მიმართულება შეუცვალო ქარიშხალს, ენერგიით მოამარაგო მთელი ქალაქი ერთი ოკეანის ტალღით, ან დაარეგულირო კლიმატი, ისე თითქოს კონდიციონერის პულტი გეჭირავს ხელში. დღეს ჩვენ სრულად ნული ტიპის ცივილიზაციაც კი არ ვართ. მაგრამ პირველი ტიპის ცივილიზაციამდე მიღწევა ნიშნავს, რომ დედამიწა ხდება პროგრამირებადი. ამ დროს გადარჩენა იღბალი არ არის, ის სტრატეგიაა. პირველი ნაბიჯი შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ბუნებასთან შეწყობადია და არა პირიქით. მეორე ტიპის ცივილიზაცია, ვარსკვლავების ერა. ახლა უკვე ვარსკვლავებზე გადავდივართ. მეორე ტიპის ცივილიზაცია იყენებს საკუთარ ვარსკვლავს. დიახ, ის იყენებს მზეს სრულად, როგორც ენერგიის წყარო. კი, მაგრამ როგორ? მაგალითად, დაისონის სფერო, გიგანტური კონსტრუქცია, რომელიც ვარსკვლავს გარს ერტყმის და მის ენერგიას მთლიანად ითვისებს. ეს ნიშნავს მილიარდზე მეტ ბირთვულ სადგურს, რომელიც გაუჩერებლად დღე-დაღამ მუშაობს. ასეთი ენერგიით შეგვიძლია პლანეტების გარდაქმნა, მთვარის პოზიციის შეცვლა, მთლიანად დედამიწის სიმულირება ერთ ლაბორატორიაში. მომდევნო ეტაპზე კი მზის სისტემის კოლონიზაცია ბავშვური ფანტაზია ხდება. ენერგია აღარ ზღუდავს ფანტაზიას. შემდეგი დონეა შევწვდოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მივიღოთ მეტი ენერგია. ახლა ჯობია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გსურს, რომ ამ ენერგიით შევქმნათ. მესამე ტიპის ცივილიზაცია, galaktikuri ძალა. ამჯერად მზის სისტემაზე ფიქრი აღარ არის თემატური. დავიწყებთ ირმის ნახტომზე ფიქრს. მესამე ტიპის ცივილიზაცია მხოლოდ ვარსკვლავებს არ იყენებს. ის მათ შორის მოძრაობს, ითვისებს და კოორდინირებს ენერგიას მთელი galaktikis მასშტაბით. წარმოიდგინეთ ასობით დაისონის სფერო, რომელიც უკავშირდება galaktikur ქსელს. კომუნიკაცია აღარ არის პრობლემა, სინათლის წლებით დაშორებულ წერტილებს შორისაც კი. ტერაფორმირება, მთლიანი ვარსკვლავური სისტემების ერთდროული გარდაქმნა. ამ დონეზე ცივილიზაციები კოსმოსურ მასშტაბზე განვითარებულ ორგანიზმებად იქცევიან. მილიარდობით გონება მილიონობით სამყაროში გაერთიანებული ერთად. ვარსკვლავები უბრალოდ ქვის საფეხურებად იქცევიან. მეოთხე ტიპის ცივილიზაცია, galaktikat შორის იმშენებლები. მეოთხე ტიპის ცივილიზაცია მხოლოდ ერთ galaktikas აღარ მართავს. ის უკვე ათასობით, შესაძლოა მთელ ხილულ სამყაროსაც აკონტროლებს. galaktikები მათთვის ატომებივითაა. გადაადგილებადი, გადანაცვლებადი ან დაშლილ მდგომარეობაში სურვილისამებრ. გრავიტაცია, დრო და სინათლის სიჩქარე უბრალოდ ცვალებადია კოსმოსურ გოთში. აქ ტექნოლოგიას და მაგიას შორის ზღვარი სრულიად ქრება. ამ დონეზე მათ თითქოს შავი ენერგიის მანიპულირება შეუძლიათ. მთელი კოსმოსური ქსელის აგება ან სამყაროს გაფართოების ხელახალი მცდელობა თუ ის შენელდა. ისინი აღარ იკვლევენ სამყაროს, ისინი ფორმას აძლევენ მას. ამ დონემდე მისასვლელად საჭიროა არა მხოლოდ მატერიის დაუფლება, არამედ სივრცის სრულყოფილი მართვაც. მეხუთე ტიპის ცივილიზაცია, მულტივერსული არქიტექტორები. ერთი სამყარო საკმარისი აღარ არის. მეხუთე ტიპის ცივილიზაცია იაზრებს და მართავს მრავალი სამყაროს კანონს. თითოეულს თავისი ფიზიკა, დრო, წესები და განზომილებები აქვს. ისინი მულტივერსში უბრალოდ არ მოძრაობენ. ისინი ხიდებს აშენებენ სამყაროთა შორის. მათ შესაძლოა შექმნან სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მხოლოდ შემოქმედებას ემსახურება, ან წაშალონი, სადაც ენტროპიამ გაიმარჯვა. ენტროპია არის ფიზიკისა და თერმოდინამიკის ტერმინი, რომელიც აღწერს ქაოსს ან უწესრიგობის დონეს სისტემაში. თუ სხვადასხვა სამყაროები განსხვავებული წესებით მუშაობენ, ამ ცივილიზაციას წესების სრულიად ათვისება და გამოყენება შეუძლია, როგორც პროგრამისტი, რომელსაც შეუძლია წინადადების შუაში პროგრამირების ენა შეცვალოს და მაინც სწორად გააგრძელოს წერა. მათთვის რეალობა სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც სურვილის მიხედვით იცვლება და ეწყობა როგორც ლეგოს დეტალები. ასევე მათთვის შეკითხვა რა მოხდება თუ, შეკითხვა კი არა, მომდევნო პროექტია.
მეექვსე ტიპის ცივილიზაცია, სამყაროს მიღმა. ამ დონეზე აღარ ხარ მხოლოდ რეალობაში, შენ მის მიღმაც ხარ. მეექვსე ტიპის ცივილიზაცია ცდება სივრცეს, დროს და ფიზიკურ მულტივერსს. შესაძლებელია ისინი არსებობდნენ ისეთ განზომილებებში, რომელთა აღწერა ჩვენთვის შეუძლებელია, როგორც 2D კომიქსის პერსონაჟი, რომელსაც სურს ინტერნეტის წარმოდგენა. ისინი კი არ ცვლიან დროს, არამედ წერენ. ყოველი სამყარო მათ უსასრულო ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთი კონფიგურაციაა. და ბოლო, მე-7 ტიპის ცივილიზაცია, ყველაფრის ავტორი. ეს არის დასასრული და დასაწყისი. მე-7 ტიპის ცივილიზაცია სამყაროში არ ცხოვრობს. ის ქმნის ყველა შესაძლო სამყაროს აბსოლუტური არაფრისგან. ისინი ლოგიკას კი არ მისდევენ, არამედ თავად ქმნიან მას. ისინი ყველაფრის არქიტექტორები არიან. მიზეზთა მიზეზი, რატომის უკან მდგომი როგორ. მათი ხედვით ფიზიკა მხოლოდ პარამეტრია. მორალი კი არჩევანი. იდენტობა შეუსაბამო. შეიძლება უკვე გამოგონილი აქვთ კანონები და მათ შეიქმნეს სამყარო. შეიძლება მათ არც კი იციან, რომ ჩვენ ვარსებობთ. ან იქნებ ჩვენ მათი ფიქრები ვართ. მე-7 ტიპის ცივილიზაციაში წარმოსახვა და შექმნა ერთი და იგივე რამეა. თუ ოდესმე ამ დონემდე მივალთ, პირველი კითხვა ის კი არ იქნება თუ რა შეგვიძლია, არამედ ის თუ რატომ უნდა გავაკეთოთ. მადლობა რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. თუ მოგწონს ასეთი კონტენტი, დამიწერე კომენტარებში. მომავალ ვიდეომდე.